გვარის წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც, როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა, ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც, როგორც ბევრი სხვა ხალხებისა, ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართულ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. გამარჯობა, მე ბექამშვილდაძე ვარ. გადაცემაში ვისი გვარის ახალ. დღეს ჩვენ ვსტუმრობთ არშილავების ოჯახს, რომლებიც მოგვიყვებიან თავის შესახებ თუ საიდან მოდის მათი გვარი. მოგესალმებით ბატონ რატი. გადაცემა ვისი გვარის ახალ სტუმრობს თქვენს ოჯახს. როგორც ვიცით, არშილავები ბრძანდებით. მოგიყევით თქვენი გვარის ისტორია. მოგესალმებით. მაქვს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, როგორც ყველას, ჩემი გვარის შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია სამწუხაროდ არის მწირი. კონკრეტულად ჩვენი გვარი, როგორც თანამედროვე ისტორიკოსებს გვეუბნებიან და ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, მოდის ჯერ კიდევ აფშილების ტომიდან, რომელიც შედიოდნენ კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში და ჰქონდათ საკუთარი სამთავრო. მათი მოღვაწეობის საუკუნეები ეს არის მეორე მეხუთე საუკუნეები, ხოლო მეხუთე საუკუნეში ისინი შეერიან დასალურ ტომებს. სწორედ აქედან მომდინარეობს ჩვენი გვარი აფშილავები. კონკრეტულად თანამედროვე სამყაროში მე როგორც ვიცი, ჩვენი გვარის ძირითადი ფუძე ეს არის ზემო იმერეთი, კონკრეტულად ჩხოროწყუს რაიონის სოფელი თაია, სადაც ჩვენი გვარი ფიქსირდება როგორც აფშილავა და არა არშილავა. რაც შეეხება უშუალოდ არშილავას, სადღაც მე-17 საუკუნეში გადმოვიდა ჩვენი გვარი ბაღდათის რაიონში და კონკრეტულად სოფელ პირველ ობჩაში, სულ რაღაც რამოდენიმე პიროვნება და უკვე გვარმა განიცადა სახეცვლილება, სახელდობ და დღესდღეობით ვართ არშილავები. შესაბამისად, სოფელ ობჩაში ვინც ვართ სადღაც 7 ოჯახი. დანარჩენი ოჯახები არიან დედაქალაქში, საზღვარგარეთ, სხვა რაიონებშიც, მაგრამ ისიც ძალიან მცირე რაოდენობით. საინტერესოა, დაახლოებით რამდენ ადამიანს მოიცავს თქვენი გვარი არშილავების? მაქსიმალური რაოდენობა, ესე იგი, თვითონ ადგილობრივი მცხოვრებლებიც და წასულებიც რო შევკრიბოთ, მაქსიმალურ რაოდენობას მივიღებთ სადღაც 150-200 ადამიანამდე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო რატი თქვენი გვარის ისტორიის გაზიარებისთვის. არშილავების გვარი ჩხოროწყუდან იმერეთში გადმოსახლდა ადგილმონაცვლეობის მიზეზი უცნობია. ცოლ-ქმარ კიკოლა და მარეხი შეეძინათ 4 ვაჟი და გვარის გამრავლება წარიმართა 4 შტოდ. მათი ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა და მიწათმოქმედება იყო, კერძოდ მევენახეობას მიჰყვეს ხელი და მათი ერთ-ერთი შთამომავალი რატი არშილავა მის ოჯახთან ერთად აგრძელებს წინაპრების ტრადიციას.